ჯგუფი ელდრაინის საქართველოში დააბრუნდა ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე ქართულმა ჯგუფმა წარმატებას კიდევ ერთხელ მიაღწია. ელდრაინმა გასული წლის შედეგი გაიმეორა და ათეულში მოხვდა. სიმღერით One More Day-მა საპატიო მეცხრე ადგილი დაიკავა. ათეულში საქართველოსთან ერთად ბოსნია-ჰერცეგოვინა, ირლანდია, გერმანია და საბერძნეთი გავიდნენ. ათეულში ვერ მოხვდნენ ისეთი დიდი ქვეყნები, როგორც რუსეთი და დიდი ბრიტანეთია. რიგით 56-მე ევროფესტივალი გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გაიმართა. მომავალ წელს მუსიკალურ კონკურსს წლევანდელი გამარჯვებული ქვეყანა აზერბაიჯანი უმასპინძლებს. გვინდოდა ხუთეულში მოხვედრაც, მაგრამ იცით როგორი ესეთ პოლიტიკური კონკურსია ევროვიზია და მაინც ძალიან დიდი შედეგია, იმიტომ რომ ისეთი ქვეყნები როგორც არის დიდი ბრიტანეთი, გერმანია, რუსეთი და ძალიან ბევრი დიდი ქვეყანა ჩამოვიტოვეთ უკან და შევედით ათეულში და ჩვენთვის ეს ძალიან დიდი მიღწევა. ძალიან სერიოზულად მიუდგენ სამუშაოს და შედეგმაც არ დააყოვნა, რაც ესეც არ არის კიდე მთავარი ადგილი, იმდენად მთავარი არ არის რამდენადაც ის გამოხმაურება, რაც საერთაშორისო პრესას ყოველდღიურად პრესა ყოველდღიურად აქვეყნებდა ვებსაიტებზე, და გაზეთებში ძალიან დიდი ინტერესი შეიმჩნეოდა ჯგუფის მხრივ და მე აი ამ გამარჯვებას მთელი სული და გულით ულოცავ ელდრაინს.